ოლიგარქს გეგმა ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს, მაინც არ ელოდა, რომ სანქციები ძალიან მალე დაუწესდებოდა. ასეთი შთაბეჭდილება რჩებათ მკვლევარებს ივანიშვილის ქმედებების შემდეგ. მან ოფშორებიდან საქართველოში მისი აქტივების და ქონების გადმოტანა დაიწყო. ამერიკული სანქციების დაწესებიდან 4 დღის თავზე სასწრაფო წესით შექმნა ქვეყანაში სააქციო საზოგადოება და სწორედ ასე დაიწყო ქონების გადმოტანა სხვადასხვა ოფშორული ზონიდან. რეპუტაციის გაცამტვერება ოლიგარქისთვის არის ყველაზე მძიმე, რადგან ეს ყველაფერი აისახება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, არამედ მისი ოჯახის წევრებზე და ბიზნეს პარტნიორებზეც. ივანიშვილს უკვე აქვს პრობლემები და ელოდება კიდევ უფრო მძიმედ მოვლენების განვითარებას და ამას მოწმობს სწორედ ნაბიჯები, რომლებსაც დგამს. რა ელის ახლა ივანიშვილს? გაყინული თანხები შვეიცარიული ბანკის მიერ უკვე სახეზეა, ამის შემდეგ უკვე ოლიგარქს ექნება პრობლემა მოაბილიზოს კონკრეტული თანხები. ტრანზაქციები მისთვის საერთაშორისო ვალუტაში აღარ იქნება შესაძლებელი და მკვლევარები ამბობენ, რომ მათ შორის არც საქართველოს ბანკებში შეეძლება მას ამ ტრანზაქციების განხორციელება, ვეღარ ჩადებს ინვესტიციებს, ვეღარ მიიღებს სარგებელს და ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ ის დაადგა გაბანკროტების გზას. ეს კი უნდა იყოს ყველა მისი ბიზნეს პარტნიორისთვის, მინი ოლიგარქებისთვის სიგნალი, რა ელით მათ სანქციების დაწესების შემთხვევაში ივანიშვილზე უკვე აისახა შედეგი და ეს კიდევ უფრო მძიმე იქნება მისი გარემოცვის მინი ოლიგარქებისთვის, რადგან ისინი ნამდვილად ვერ მოასწრებენ საქართველოში აქტივების გადმოტანას. ბიძინა ივანიშვილი არ იყო მზად ამ სანქციებისთვის, როგორც ჩანს, მას მართლა ეგონა, რომ სანქციები არ იქნებოდა, იმიტომ რომ აი ამ კომპანიების გადაფორმება მან დაიწყო 31 დეკემბერს. სანქციის დაწესება არის რეალურად რეპუტაციის გაცამტვერება. და ეს რეპუტაციის გაცამტვერება შემდეგ ყველაფერში აისახება და აისახება როგორც ოჯახის წევრებზე, ასევე ბიზნეს პარტნიორებზე. პრობლემები უკვე სახეზე აქვს მას, რა თქმა უნდა, მას შეიძლება არავინ არ წაართვას, თქვა ქართული კომპანიები, ხო, თუმცა აქ სხვა ტიპის პრობლემებზეა საუბარი, ანუ მას გაუჭირდება თანხების მობილიზება, მას გაუყინავენ სულ უფრო მეტად მის თანხებს სხვადასხვა ბანკებში, მისთვის ტრანზაქციები აღარ იქნება შესაძლებელი, მათ შორის ქართული ბანკების გავლით. ახალ პროექტებს ვეღარ წამოიწყებს, როგორც მანამდე, ინვესტიციებს ვეღარ ჩადებს, ის ბევრი ინვესტიციებს დებდა ხოლმე სხვადასხვა ფონდებში საზღვარგარეთ, ამას ვეღარ გააკეთებს. უკვე ვიცით, რომ ის ინვესტიციები, რაც მან ჩადო სხვადასხვა ფონდებში, აღარ უბრუნებენ ამ ინვესტიციებს, ანუ უკვე გაეყინა მას ძალიან დიდი თანხები. ეს ადამიანი უკვე ადგას გაბანკროტების გზას. და რა თქმა უნდა, მას მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში შეუძლია, რომ თქვა ქვეყნის ბიუჯეტი გამოიყენოს სათავისოდ, ამას მანამდეც აკეთებდა, ხო? თუმცა ეს შესაძლებლობები მისთვის ვიწროვდება საკმაოდ სწრაფად. ბიძინა ივანიშვილის ქონების დაცვა თუ დასავლური ფინანსური სისტემის ნაწილად ყოფნა. ეკონომისტები ამბობენ, რომ ახლა ამ არჩევანის წინაშე აყენებს ფაქტობრივად ოლიგარქი საქართველოს როგორც სახელმწიფოს აქტივების საქართველოში გადმოტანის შემდეგ მას აქვს იმედი, რომ აქ მაინც იქნება დაცული მისი მილიარდები, თუმცა კომპანიების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების შემთხვევაში ეს გახდება შეუძლებელი თუ ისევ სახელმწიფო ინსტიტუტებს არ გამოიყენებს ივანიშვილი მისი პირადი ინტერესების დასაცავად და მილიარდების გადასარჩენად. ახლა ეკონომისტებისთვის ყველაზე ცხადია, რაში სჭირდებოდა ივანიშვილს სასწრაფო წესით ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონის მიღება, ან რატომ იყო საჭირო ეროვნული ბანკის მიერ საგამონაკლისო წესის შექმნა. ეს ყველაფერი გაკეთდა სწორედ ივანიშვილისთვის, თუმცა ფაქტობრივად ახლა ის საკუთარი ქონების დაცვით რისკის წინაშე აყენებს არა მხოლოდ ფინანსურ სისტემას, მთლიანად ქვეყნის არსებობას. ჩვენ გქონდა ორი ამოცანა. რატომ მივიღეთ ოფშორების კანონი და რატომ მოახდინა ეროვნულმა ბანკმა ესეთი პრეცედენტული кейსის დაშვება, როცა თქვა, რომ ადგილობრივი სასამართლო თუ არ მიიღებს განაჩენს გამამტყუნებელს, მანამდე დასანქცირება არ მოხდება საქართველოს მოქალაქეების. საბოლოო мотиваცია, როგორც ჩანს დღეს მდგომარეობით, არის ბიძინა ივანიშვილის ქონების დაცვა და ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების ისე დაცვა, რომ მას არ მოუწიოს საქართველოს ბიუჯეტში ზედმეტი თანხების გადახდა. ის ემზადება უფრო
ცუდი სცენარისთვის, ის ემზადება რომ მთელი მისი კაპიტალი დეპონირდეს საქართველოში და ამ კაპიტალის ასე ვთქვათ დეპონირების ფასი და არის საქართველოს ბაზარის ფინანსური ბაზრების ეროვნული ბანკის რეპუტაცია საქართველოს სახელმწიფო დგება რისკის წინაშე დაიცვას ბიძენიოვანიშვილის ქონება თუ დარჩეს დასავლური ფინანსური სამყაროს ნაწილი. სანქციების ეფექტი ყველაზე უკეთ გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილსაც და მისი ოჯახის წევრებსაც გაეყინათ ანგარიშები შვეიცარიულ ბანკ იულიუს ბაიერში და შესაბამისად მათ არ აქვთ ახლა ძალიან დიდ თანხაზე წვდომა და ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სანქციები სრული სიმძლავრით ჯერ ამოქმედებული არ არის და ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იცის ექსპერტების თქმით, რომ თუ ბრიტანეთის და ამერიკული სანქციები ამოქმედდება და სრულად გავრცელდება უკვე მათ შორის კომპანიებზე, მის აქტივებს და მილიარდებს გადარჩენა აღწერია.